Saab 9007 ავტომწარმოებელი კომპანია Saab-ის E სეგმენტის ბიზნეს სედანია, რომელიც 1984-1998 წლებში იწარმოებოდა. ავტომობილი ორ ვერსიაში იყო ხელმისაწვდომი, სედანი და ჰეჩბექი. Saab 9000 არის Alfa Romeo-ს, Fiat-ისა და Saab-ის გუნდური მუშაობის შედეგი. 90-იან წლებში სამივე კომპანიას ბიზნეს კლასის მოდელის შექმნა სურდა, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ ხარჯიანი იყო. სწორედ ფინანსების დაზოგვის მიზნით Alfa, Fiat და Saab გაერთიანდა და შეიმუშავეს ტიპო კვადრო პლატფორმა. ამ პლატფორმაზე 80-იანი წლების ბოლოს Alfa Romeo-მა 164, Fiat-მა Lancia Tema და Saab-მა 9000-იანი მოდელი წარადგინეს. სამივე მოდელი ტექნიკურად ძალიან მსგავსი უნდა ყოფილიყო ხარჯების ეკონომიისთვის, მაგრამ შვედებს არ მოეწონა 9000-იანის თავდაპირველი crash testები, რის გამოც მანქანის გაუმჯობესება საკუთარი რესურსებით დაიწყეს. საბოლოოდ სამივე მანქანა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა, როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად. Saab 9000 მკაცრად და თავშეკავებულად გამოიყურებოდა, მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელი გამოვიდა. მის დიზაინზე Saab-ის დიზაინერი Björn Ervali და Giorgio Giugiaro მუშაობდა. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, 9000-იანი მოდელის საბოროების ბაზა, ეგრეთ წოდებული wheelbase 2672 მმ-ს უდრიდა. მისი წონა 1410-1475 კილოგრამ შორის მერყეობდა. Saab-ი მყიდველს ძრავების ფართო არჩევანს სთავაზობდა. ჯამში მანქანას 4 ძრავა ჰქონდა. 2 ლიტრიანი ატმოსფერული ან ტურბირებული ძარა და 2,3 ლიტრიანი ასევე ატმოსფერული ან ტურბირებული აგრეგატი. გადაცემათა კოლოფი კი მხოლოდ 2 ჰქონდა. 4 სიჩქარიანი მექანიკა და 5 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. Saab 9000-ის 2,3 ლიტრიანი ტურბო ძრავა 330 ნიუტონ-მეტრ საბრუნ მომენტსა და 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8,5 წამში ჩქარდებოდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ-ს აღწევდა. მთლიანობაში Saab 9000-ის 503,087 ერთეული გაიყიდა. დღესდღეობით 9000 ავტოსკაუტ 24-ზე საშუალოდ 4-5000 ევროთ იყიდება.